მე ვარ მარიამ ზოიძე 10 წლის. ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცურვა, ცეკვა, ხატვა და მუსიკა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცურვა. 5 წელი დავდიოდი ცურვის წრეზე, მაგრამ დროის უკმაყოფილების გამო გამოვედი. ჩემი დროის უმეტეს ნაწილი ხარჯება მუსიკაში, სწავლაში და გართობაში. ცურვის წრეზე როდესაც შევედით, მაშინ ცურვა არ ვიცოდი. პირველად არ ვიცოდი, მაგრამ ცოტათი მეშინოდა და მე უკვე შევეჩვიე და ძალიან კარგად ვიცი ახლა ცურვა. დაფებით ვისწავლე ჯერ და მე უკვე დაფები აღარ მინდა და ჩვეულებრივად ვცურავ. ჩემი საყვარელი ცურვის სტილი არის ბრასი. ესე თავს ჩაღვნავ და ესე რომ არის და ფეხებიც უკან რომ ესე გააკეთებ. კიდე მიყვარს დელფინით ცურვა, ეს არის ესე რომ ჩაყვინა და ესე დელფინით წაღებს რო აკეთებ. წყლის ქვეშ შემიძლია გავზო 2 წუთი და 10 წამი. ზღვაში ძალიან ადვილად გავდივარ წითელ ტივტივამდე. ახლა ისე კარგად ვცურავ, რომ შემიძლია ვინმე რო იხრჩებოდეს წყალში გადავარჩინო. რომ რამე იყოს დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ვაშველად. მე ასევე მიყვარს მუსიკა და ვსწავლობ ბალაჩივაძის მუსიკალურ სკოლაში. მაქვს ვარ მეორე კლასში და ვუკრავ პიანინოზე. მახსოვს პირველი დღე, როდესაც მუსიკალურში მივედი. ქონდა გამოცდა კაკუნში და მომღერეს სიმღერა. ჩემი საყვარელი სიმღერაა სიყვარულის განდაგანა. სიყვარულის განდაგანა ინა 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 ოლე 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 პიანინოს დაკვის დროს ყველაზე ძნელია სწრაფად დაკვრა. ყველაზე ადვილია, როდესაც ერთი ხელით უკრავ ნელა. უკვე მქონდა ერთი კონცერტი და ეხლა მეორე მექნება 27 მაისს. პირველ კონცერტზე ცოტათი ვინერვიულო, მაგრამ არაფერი არ შემეშალა და კარგად დაუკარე. კონცერტს მერე ყვავილები მაჩქეს ჩემმა ძმამ და ბიძაშვილმა. ყვავილებიდან მე ვგავარ იას. იმიტომ რომ ია ძალიან ლამაზია და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ლამაზი ვარ და ბრანჭიეკადა. მუსიკაში ჩემი მასწავლებელი თეა წილოსანი. ის არის ძალიან თბილი, საყვარელი და ლამაზი. მუსიკაში ჩემი გეგმა არის, რომ 6 წლები დავამთავრო და ჩავაბარო კონსერვატორიაში. ჩემი პირველი სოლო კონცერტი მინდა მქონდეს იტალიაში, რადგან ეხლა ვუკრავ იტალიურ პიესას და იქ მინდა დავუკრავ. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია გიორგი აციმბა. ყველაზე სელქია ლევან ჭაყალიძე. ყველაზე ჭკვიანია თეა დავითაძე. ყველაზე მშვიდია ინაშვილები, ტყუპები. მე ვარ ყველაზე ლამაზი, ბრანჭია და ნიჭიერი. ჩემი საყვარელი საგანია ისტორია. საყვარელი მასწავლებელია ჩარიტა კარგიშვილი. ის ძალიან მეგობრულია, ლამაზია და ყველა ბავშვს ძალიან უყვარს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე კბილის ექიმი ან დიზაინერი. ბავშვობაში მინდოდა გავმოსულიყავი სკოლის დირექტორი. ახლა მინდა ვიყო 18 წლის ან 17, იმიტომ რომ მინდა რომ მანქანის ტარება ვიცოდე. 20 წლის რო გავხდები, ვიყიდი შავ BMW-ს. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი ძმა. კიდე მინდა მყავდეს ან პატარა და ან პატარა ძმა. ჩემი ძმა არის 18 წლის და ქვია დათა. ის არის ნერვები მომშლილი, სიმპათიური და კეთილი. ნერვებს მაშინ მიშვის, როცა შენიშვნებს მაძლევს. მამიკო არის კეთილი, მშრომელი და სიმპათიური და ძალიან უყვარვარ. ახლა არის გემზე და ძალიან მიყვარს და მენატრება. მას ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია, რომ დედა არის ძალიან კარგი დედიკო და ძალიან კარგი ცოლი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, თბილი და ძალიან მოსიყვარულე. მე ვარ ძალიან კარგი დიასახლისი, რადგან სახსას ვალაგებ და საჭმელსაც ვაკეთებ. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 7 წლის და ეს საჭმელი იყო ყეყლიყო. აჰა, ყველაზე კარგად გამომდის კექსის და სალატის გაკეთება. ჩემი საყვარელი საჭმელია ხინკალი. ჩემი საყვარელი წიგნია მაგდალენას ლურჯა. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, სასახლეს ავაშენებდი, ლამაზ სასახლეს ავაშენებდი და იქ ვიცხოვრობდი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი გერმანიაში და დუბაიში. ცეკვაც ძალიან მიყვარს, მაგრამ იქიდან დროის უკმაყოფილების გამო გამოვედი. ჯერ ცეკვავდი აიში, შემდეგ საუკუნეში. ჩემი საყვარელი ცეკვა ქართული. საყვარელი ლეთია აი ეს. გულდამწყა ცეკვიდან რომ გამოვედი, მაგრამ როდესაც გავიზრდები და მე 6 კლასში გადავალ, დილის მენა როდესაც ვიქნები, აუცილებლად შევალ. სხვათა შორის ხატვაზეც დავდიოდი და გამოვედი. დღემდე ხატვა არის ჩემი ჰობი. ყველაზე ხშირად ვხატავ ან გოგონას, ან სახლს. ჩემი საყვარელი ფერია იასამნისფერი და არ მიყვარს მწვანე. იმიტომ რომ რაღაც მოწყენილი ფერია და რაღაც ძალიან მწვანე არ მიყვარს. ორჯერ სახლში მოვაწყი გამოფენა. გამოფენის მოწყობა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ყველაზე ხშირად ნახატებს შუღნი დედას.
მეც ძალიან მიყვარს, როდესაც საჩუქრებს ჩუქნიან. ამ ბოლო დროს, რაც მოგსოვთ, ჩემმა ძმამ მაჩქა ყვავილები. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. მარიამი რომან მერქვას რა მერქვეოდა? მე მარიამი დამროქვა ჩემმა ძმამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ მარიამი რომან მერქვას მერქმეოდა სესილი. ჩემს შვილებს დავარქმევ თეკლას, სალომეს და ლუკას. შემდეგ მონაწილეს ვუსტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად იცხოვრებდა უკაცრიელ კუნძულზე? მე მაგალითად უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრობდი ძმასთან ერთად. ისე რომ შეიძლებაოდეს კიდე წავიყვანდი დედას, ჩემს ოჯახის წევრებს და ჩემს მეგობრებს. სესილია აბაისეს, ლილიკა ანდარჩულს, ანუ ჩემს კლასელებს. ყველა კლასელს. ბედნიერება არის, როდესაც ადამიანს თავისი ოცნება აუსრულდა და ძალიან გახარებულია. ჩემი ოცნება არის, რომ მე მაჩქან აიპადი და ჩემი ოჯახის წევრები სულ იყვნენ ჯანმრთელები. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.